იღებს და ვინ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაში. კენჭისყრამდე რამდენიმე თვე რჩება, ოპოზიციაში კი კვლავ აზრთა სხვადასხვაობა. ამ ეტაპზე არჩევნებისთვის ემზადება გახარიას პარტია და გირჩი. ლელო კვლავ ფიქრობს და კონსულტაციების პროცესშია. სხვა ოპოზიციონერი პარტიები უარს აცხადებენ და ბოიკოტის მნიშვნელობაზე მიუთითებენ, რაც წერილობითაც დაადასტურეს. მართლ გუნჩი კი გამარჯვების ჯერა და ამბობენ, რომ ოპოზიცია საბოლოოდ მაინც ჩაერთვება არჩევნებში და მათი რეიტინგიც დაადასტურდება. ჩვენთვის ლელოსთან მიმართებაში ბოიკოტის შემთხვევაში ჩვენ ვაგრძელებთ ლელოსთან კომუნიკაციას და დიალოგს. ყველაზე ნაკლებად მინდა ხოლმე ლელოსთან ამ რიტორიკით ვისაუბრო, მაგრამ მეგობრებო, როდესაც ჩვენ კარგად სამშობლოს, ასეთ შემთხვევაში ყველამ უნდა იცოდეს, რომ 13 წლის მანძილზე ძალიან ბევრი ადამიანს, არა მხოლოდ ქართულ ოცნებას, ოპოზიციაშიც ძალიან ბევრი რაღაცა ერთობის ხათრით ეპატია. მე ვფიქრობ, რომ ახლა არის კაფეობის და სიცხადის დრო, შესაბამისად ყველა ეს ადამიანი, ვინც ნებით თუ უნებლიეთ, არ აქვს მნიშვნელობა რა მიზნით მონაწილეობას მიიღებს ამ სპეცოპერაციის გაფრთხილებაში, რასაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქვია, გადაიხდის ძალიან მწარე ფასს არა მხოლოდ საკუთარ ამორჩეველში, არამედ პოლიტიკურ წრეებში. უარგისების ნაწილი არჩევნებში არღებულობს მონაწილეობას. შესაბამისად, შანსი არის, რომ ნორმალური ადამიანებისთვის გაჩნდეს ადგილი, თუნდაც პირველი ნაბიჯის გადასადგმელად ადგილობრივი მნიშვნელობის პოლიტიკაში მაინც და ჩვენ ვთავაზობთ ჩვენ საზოგადოებას ამ შანსის გამოყენებას ჩვენთან ერთად, იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩვენთვის ყველა ადგილი ვაკანტურია, სადაც საშუალება ჩდება, რომ ჩვენი მომხრეები გავიდნენ და გვინდა რომ ეს ვაკანტური ადგილები შევავსოთ და თან შევავსოთ ნორმალური ხალხი. რადიკალურ ოპოზიციაში დაპირისპირებაა და შეიძლება ჩვენ მოგვიწიოს ახლა რაღაცა შუამავლის როლის შესრულება, იქნებ როგორმე შევარიგოთ ეს ხალხი, არ დახოცონ ერთმანეთი. რამენაირად მორიგდნენ, რომ ვიღაცა მიიღებს მონაწილეობას, ვიღაცა არ მიიღებს მონაწილეობას. არა უშავს მეგობრებო, ახლა ერთმანეთი არ დახოცოთ. ის ფაქტი თავად, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა მშვიდობას, ემხრობა თავის ძროზე არჩევნების ჩატარებას და ემხრობა თანასწორ ურთიერთობას, ეს არის მოცემულობა, ამას ვერ შეცვლის ვერავინ. ისინი ბუნებრივი ასრულებენ იმ დავალებებს, რაც პატრონებისგან მოსდით. მეორე მხრივ, თამამად მიიღონ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში და კიდევ ერთხელ ქართული საზოგადოებისგან, ქართული ელექტორატისგან მიიღონ განაჩენი იმ ნულოვანი მხარდაჭერის პირობებში, რაც მათ გააჩნიათ. ესეც ბუნებრივია საფრთხილოა მათთვის, ისეთ გადაწყვეტილებას მოკლედ საბოლოოდ მიიღებენ, როგორი დავალებაც ექნებათ. ნაწილი უკვე აცხადებს, რომ იღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ამ გზით თუ მის გარეშე ბოიკოტის გარეშე რეალურად პოლიტიკურ სამარემდე ერთი ნაბიჯი აქვს დარჩენილი რადიკალებს.